2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას რუსულმა არმიამ უკრაინის საზღვარი ჩრდილოეთიდან ბელორუსიის ტერიტორიის გამოყენებით აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ერთდროულად გადალახა. ოპერაციაში მონაწილეობდნენ სატანკო და მექანიზებული კოლონები, საჰაერო სადესანტო და საზღვაო ძალები. უკრაინაში ჩრდილოეთიდან შეჭრილმა ჯარებმა კიევის ალყის მოლოდინი შექმნეს. იერიში განხორციელდა აღმოსავლეთ უკრაინის უდიდეს ქალაქ ხარკოვზე. ოკუპირებულ ყირიმში და დონეცკის ოლქში განლაგებულმა რუსულმა ძალებმა წარმოიწყეს შეტევა ხერსონი, ოდესისა და მარიუპოლის მიმართულებით. შეერთებული შტატების მედია პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზით უკრაინის ხელისუფლების დაცემა 72-დან 96 საათის განმავლობაში იყო მოსალოდნელი, რის მერეც მასშტაბური სახმელეთო ომის პარტიზანულ მოქმედებებში და ჰუმანიტარულ კრიზისში გადაზრდას ვარაუდობდნენ. 24 თებერვლის გამოსვლაში ელვისებურ გამარჯვებაზე საუბრობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ამის მიუხედავად ბრძოლები უკვე მესამე წელია გრძელდება. სწრაფი ომი სანგრების და არტილერიის ომად იქცა. ეს იყო ყველაზე დიდი სამხედრო მოქმედებების დასაწყისი, რაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ განვითარდა. პუტინმა ომის დაწყების ღამეს გავრცელებულ გამოსვლაში უკრაინის დენაციფიკაციის საბაბთან ერთად ილაპარაკა დასავლეთზე, როგორც აშშ-ის გარშემო ფორმირებულ ბლოკზე, ტყუილების იმპერიაზე, რომელიც ცდილობს საკუთარი წესრიგი დაამყაროს მსოფლიოს ყველა კუთხეში, რომელიც რუსეთის ტრადიციულ ღირებულებებს ანგრევს და საკუთარ ინტერესებს რუსეთის ინტერესების საზიანოდ ახორციელებს. უკრაინაში გაჩაღებულმა კონფლიქტმა ათობით სახელმწიფო ჩაითრია. რუსეთის მხარეს ირანისა და ჩრდილო კორეის მონაწილეობამ გამოაჩინა, რომ ნატოს გარდა, რომელიც უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით, სადაზვერვო ინფორმაციითა და სხვადასხვა რესურსებით ეხმარება, შესაძლებელია ალტერნატიული სამხედრო ბლოკის კონტურებიც იკვეთებოდეს. ამ ომმა გაამჟღავნა, რომ ერთპოლუსიანი გლობალიზაციის სამყარო დასრულდა და რეგიონული იმპერიები მულტიპოლარიზმში შევიდნენ, სადაც სამყარო ახლებურად ნაწილდება. ამ ნაშრომით იმ ისტორიული პროცესების ახსნას შევეცდებით, რაც თანამედროვე გაყოფაში ჩართულ მხარეებს ისევე უბიძგებს გარდაუვალი კონფლიქტისკენ, როგორც 100 წლის წინ, რომ ომების მიზეზი მხოლოდ ცალკეული ლიდერების პირადი ამბიციები და იდეებით არ შემოიფარგლება. 1902 წელს ბრიტანელმა ეკონომისტმა ჯოშ ატკინსონ ჰობსონმა გამოსცა წიგნი „იმპერიალიზმი კვლევა“. ჰობსონმა გააკრიტიკა კოლონიალისტური იმპერიალიზმის იდეოლოგია, რომელიც ექსპანსიონიზმის გასამართლებლად განმანათლებლობისა და ცივილიზაციის გავრცელების არგუმენტებს ემყარებოდა. განვითარებული კაპიტალიზმის სახელმწიფოები მოხმარების კრიზისს განიცდიდნენ. მესაკუთრეები მშრომელებისთვის დოულათის უფრო უხვი განაწილების, მათი მყიდველუნარიანობის გაზრდის ნაცვლად, მაღალი მოგების შესანარჩუნებლად, გარე ბაზრების ათვისებისთვის იბრძოდნენ. კრიტიკული ანალიზის მიუხედავად, ჰობსონი იმპერიალისტური კაპიტალიზმის ექსპანსიას გადაულახავ კანონზომიერებად არ მიიჩნევდა. ბუნებრივი არ არის, რომ ხედავთ ჩვენს ეროვნულ რესურსებს მილიტარიზმში, ომში, რისკიან და არაკეთილსინდისიერ დიპლომატიაში, იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქციისა და ჭარბი კაპიტალისათვის ბაზრები მოვიპოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჰობსონი ლიბერალური ორიენტაციის ეკონომისტი იყო, მისმა კვლევამ გავლენა მე-20 საუკუნის დასაწყისის მარქსისტული კრიტიკის განვითარებაზეც მოახდინა. 1912-1914 წლებში ევროპაში დიდი ომისათვის მზადების პარალელურად გერმანელმა სოციალ-დემოკრატმა კარლ კაუცკიმ, რომელსაც იმ პერიოდში მარქსიზმის პაპს უწოდებდნენ და კონტინენტის მასშტაბით წამყვან პოლიტიკურ ფიგურას და მოაზროვნეს წარმოადგენდა, ულტრაიმპერიალიზმის თეორია წამოჭრა. კაუცკიმ ჰობსონის მსგავსად დაუშვა, რომ მომავალში შესაძლებელი იყო საერთაშორისო კაპიტალიზმის გაერთიანება ერთ კარტელად, მომავალი ომების, განადგურებისა და ეკონომიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად. ეს თეორიული დაშვება, ისევე როგორც მიმდინარე ომისადმი პოზიციონირების საკითხი, მეორე ინტერნაციონალის შიგნით, ანუ სოციალისტებს შორის, ფუნდამენტური განხეთქილების საკითხად იქცა. ომის დაწყებიდან 2 წლის შემდგომ 1916 წელს ვლადიმერ ლენინმა გამოაქვეყნა პამფლეტი „იმპერიალიზმი კაპიტალიზმის უკანასკნელი სტადია“. ბოლშევიკების ლიდერი გმობდა ნებისმიერი სახის კომპრომისს იმპერიალისტების მხრიდან წარმოებულ ომთან, ხოლო კაუცკი რევოლუციური მარქსიზმის გზიდან გადახვევისთვის რენეგატად გამოაცხადა. მისი აზრით, კაპიტალიზმის პირობებში შეუძლებელი იყო თანაბარი განვითარება გლობალური მასშტაბით, რაც გარდაუვლად შექმნიდა იმპერიალისტურ აქტორებს შორის დაპირისპირებისა და ომის განმეორების წინაპირობას, ხოლო ყველა ზავი თუ კავშირი ასეთ ძალებს შორის იქნებოდა დროებითი. მხოლოდ რევოლუციური ცვლილებებით და სოციალიზმზე გადასვლით იქნებოდა შესაძლებელი მომავალი მსოფლიო ომების აცილება.
რუსეთის რევოლუციის შემდგომ, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაში, ლენინის ეს აზრი ერთ-ერთ ფუნდამენტურ თეორიად იქცა, რაც კიდევ უფრო გაამყარა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ. ნაცისტური გერმანიის განადგურების შემდგომ კომუნისტური ბანაკი საერთაშორისო კაპიტალისტური ბლოკის შიგნით ახალი კონფლიქტების გაღვივებას ელოდა, რაც რევოლუციის გავრცელებისათვის კიდევ ერთი ბიძგი უნდა ყოფილიყო. ზოგიერთი ამხანაგი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით ამბობს, რომ კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის ომი გარდაუვალი აღარაა. ეს ამხანაგები ცდებიან. კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის ომის გარდაუვალობა ძალაში რჩება. თუმცა ომის შედეგად პოლონიური იმპერიების მდგომარეობამ და კომუნისტური რევოლუციის გავრცელების საფრთხემ კაპიტალისტური სამყაროს ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიის ქვეშ გააერთიანა. მსოფლიო ომის დასრულებას დასავლეთში არამხოლოდ ეკონომიკური აღმავლობა, სახელმწიფოების კონსოლიდაცია, კაპიტალისტური კლასისა და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების შერწყმა მოჰყვა. საბჭოთა კეთილდღეობის საპასუხოდ განვითარდა კეთილდღეობის პროგრამები. ასეთმა მობილიზაციამ რეპრესიული აპარატის გაძლიერებასთან ერთად კაპიტალისტურ სახელმწიფოებს და კლასებს შორის წინააღმდეგობის შენელება და გადავადება გამოიწვია. ცივი ომი მმართველი ძალებისათვის წინააღმდეგობაში ჩართული ხალხის დასამორჩილებლად სახელმწიფო უსაფრთხოების გამკაცრებისა და სახელმწიფოების გარნიზონულ რეჟიმზე გადაყვანის ისტორიულ გამართლებად იქცა, ხოლო ძლიერი მტერი დიდ წყალობად. ჰერბერტ მარკუზე 1967 წელი. კიდევ ერთი შიდა კაპიტალისტური ომის მაგიერ სამყარომ ორ იდეოლოგიურ ბანაკს შორის გამოფიტვაზე ორიენტირებული დაპირისპირება მიიღო, სადაც ატომური ძალები ერთმანეთის გლობალური განადგურების შიშით პირდაპირ ომით ვეღარ უპირისპირდებოდნენ, თუმცა ჩართული იყვნენ ეგრეთ წოდებულ პროქსი ომებში, რევოლუციებში, გადატრიალებებსა და პოლიტიკურ ბრძოლაში, კორეიდან კუბამდე და ვიეტნამიდან ავღანეთამდე. მართალია კაპიტალისტური ბლოკის შიგნით კრიზისები არ გამქრალა, ამერიკის შეერთებული შტატების გავლენაც მისი ინდუსტრიების ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ექსპორტის ფონზე ნელ-ნელა მცირდებოდა, მაგრამ კრიზისებმა თავი სოციალისტური ბანაკის შიგნითაც იჩინა. სოციალიზმი თავისზე უფრო მასშტაბურ კაპიტალისტურ ბლოკთან ხანგრძლივ ბოლაში გამოიფიტა. 1991 წლის 24 დეკემბერს მისი დაშლა ოფიციალურად გაფორმდა. ცივი ომი მორჩა, ბირთვული აპოკალიფსის საფრთხე გადაიდო. პლანეტა სრულად მოექცა გლობალიზებული კაპიტალიზმის წესრიგის ქვეშ. პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნების საბაზრო ეკონომიკის რელსებზე შოკური გადასვლისას პოლიტიკურ ქაოსში, ეკონომიკურ სტაგნაციაში და შიდა ომებში გაეხვნენ ბლოკის ყოფილი ქვეყნები. ეგრეთ წოდებული მესამე სამყაროს უმსხვილესი სახელმწიფო ცივი ომიდან ჯერ კიდევ მაო ძედუნის დროს გამოთიშული ჩინეთი დენგ სიაოპინის ხელისუფლების პერიოდში რეფორმისა და გახსნის პროგრამით გარდაიქმნა ჰიბრიდულ ეკონომიკად, ეგრეთ წოდებულ სოციალიზმად ჩინური მახასიათებლებით, სადაც ერთპარტიული სახელმწიფოს ქვეშ მზარდი კერძო სექტორი და საერთაშორისო კაპიტალისტთვის თავისუფალი ეკონომიკური ზონები ჩამოყალიბდა. მიუმხრობელი ბანაკის კიდევ ერთი სოციალისტური პროექტი იუგოსლავია სამოქალაქო ომში აღმოჩნდა, რომლის დაშლა სისხლიანი ეთნოკონფლიქტებისა და საბოლოოდ ნატოს ჯარების ჩარევით სერბეთის დაბომბვით დასრულდა. იუგოსლავიის მსგავსად შიგნიდან ეთნონაციონალიზმის გაღვივების, ხოლო გარედან იმპერიალისტური ინტერესების გადაკვეთისა და შეჯახების სივრცედ იქცა კავკასია, სადაც გავლენის ზონები კაპიტალიზმად ახლად გარდაქმნილ რუსეთთან ერთად აშშ-მ, ევროპის სახელმწიფოებმა და თურქეთმა ადგილობრივ ელიტებთან გაინაწილეს. ძალთა ბალანსი შეიცვალა ახლო აღმოსავლეთშიც. კუვეითში შეჭრილი ერაყის არმია ამერიკის სარდლობის ქვეშ გაერთიანებულმა კოალიციამ გაანადგურა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო პოლიციელის როლი მოირგო და მისი სამხედრო ძალები მსოფლიოს ყველა წერტილში თითქმის 300 წლეული დომინირებდნენ. შესაძლოა რომ რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ცივი ომის დასასრული კი არა, თავად ისტორიის დასასრულია. ეს არის ადამიანის იდეოლოგიური ევოლუციისა და დასავლური ლიბერალური დემოკრატიის უნივერსალიზაციის ბოლო წერტილი. წერდა ფრანსის ფუკუიამა 1992 წელს გამოცემულ წიგნში ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი. ფუკუიამას მტკიცება ლიბერალური კაპიტალიზმის უალტერნატივო მოწყობად ქცევის შესახებ 2008 წლის მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან ერთად დასრულდა. ამ დროისათვის აშშ-ს არმია ავღანეთსა და ერაყში დამქანცველ უშედეგო პარტიზანულ ომში იყო ჩართული. ბოლო 10 წლეულების ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტეკონომისტი ჯოვანი არიჯი აშშ-ს ცივი ომის პერიოდში კაპიტალისტური სამყაროს ჰეგემონად მიიჩნევდა. თუმცა მისი აზრით საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დომინანტად ქცევის მიუხედავად მისი პოლიტეკონომიური და კულტურული ჰეგემონია უკანასკნელ ფაზაში შევიდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გავლენების კლების ფონზე ძლიერდებოდნენ რეგიონული იმპერიები. 2008 წლის შემდგომ უკვე ჩანდა, რომ მსოფლიოს მთავარ წარმოებლად ქცეული ჩინეთი უახლოეს 10 წლეულებში დასავლეთის ეკონომიკებისათვის ანგარიშგასაწევ კონკურენტად ყალიბდებოდა. ომი არის პოლიტიკის გაგრძელების სხვა საშუალებით, წერდა მე-19 საუკუნის ომის თეორეტიკოსი კარლ ფონ კლაუზევიცი. ეკონომიკურად ძლიერი ჩინეთისგან განსხვავებით, საკუთარი გავლენის სფეროების ფორმირებას ომით შეეცადა რუსეთი. პირველ ეტაპზე ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყვა. მაშინ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაზე გაავლო წითელი ხაზი. 2014 წლის ყირიმის ოკუპირებით და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში შიდა უკრაინული სამოქალაქო ომის წახალისებით, უკრაინაში მაიდნის შემდგომ პროცესებში ჩაერია. 2009 წლებში შეიქმნა ბრიქსის კავშირი, რომელშიც ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და სამხრეთ აფრიკა გაერთიანდნენ. ერთპოლუსიანი გლობალიზებული კაპიტალიზმის წესებით ვაჭრობა მრავალპოლუსიანობამ და ბაზრების გაყოფისათვის ბრძოლამ ჩაანაცვლა. მოხდა ის, რაზეც პოლიტეკონომისტები მე-20 საუკუნის დასაწყისში საუბრობდნენ. 2013 წელს ჩინეთმა სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები წამოიწყო, რომელიც მას სახმელეთო და საზღვაო გზებით ევროპის კონტინენტთან აზიის კონტინენტის ქვეყნების გავლით კავშირს უმარტივებს. შესაბამისად დაიწყო ჩინეთის ინტერესებისა და გავლენის ზრდა სახმელეთო და საზღვაო გზებზე. ჩინური ექსპანსიის ფონზე მასსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა მზარდი იყო ბოლო 10 წლის მანძილზე. ბარაკ ობამას პერიოდში 2011 წლიდან ამერიკული გეოპოლიტიკის აზიისაკენ შებრუნება ჩინეთთან კონკურენციის აღიარებას ნიშნავდა. 2018 წლიდან დონალდ ტრამპმა ტარიფებისა და სანქციების პოლიტიკა გაააქტიურა. 2025 წელს ტრამპის მეორედ არჩევის შემდგომ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ორ გიგანტს შორის ურთიერთობას სავაჭრო ომს, ზოგჯერ კი ციომსაც უწოდებდნენ. დაძაბულია ვითარება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ტაივანის გარშემო, კორეაში და ფილიპინების წყლებში. შეერთებული შტატები აღრმავებს სამხედრო თანამშრომლობას რეგიონის იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩინეთის ექსპანსიას საფრთხედ მიიჩნევენ. თავის მხრივ ჩინეთი ცდილობს ბრიქსის გაერთიანების მეშვეობით გაავრცელოს გაფართოება და შეასუსტოს დასავლეთის გავლენები. ჩინეთთან ერთად ევრაზიულ სავაჭრო გზების განვითარებით დაინტერესებულია რუსეთი, რომელსაც სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოებისა და ინდოეთისაკენ მიმავალი გზების განვითარება კავკასიისა და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებიდან ირანის გავლით სურს. რუსეთი უკრაინაში ომის დაწყებიდან უფრო დაუახლოვდა ჩინეთს და ამერიკასთან მწვავედ დაპირისპირებულ რეგიონულ მოთამაშეებს ჩრდილო კორეასა და ირანს. მსოფლიო ეკონომიკური სისტემისათვის კიდევ ერთი კრიზისი შექმნა COVID-19 პანდემიამ და 2008 წლის შემდგომ ყველაზე მასშტაბური რეცესია გამოიწვია. პანდემიის ფონზე შიდა ეკონომიკური კრიზისების დასაძლევად გარე ექსპანსიამ კიდევ უფრო აგრესიული სახე მიიღო. პორტებში გაჭედილი კონტეინერები გვანიშნებდა, რომ მსოფლიო ვაჭრობა დისფუნქციურია. კორპორაციები ფანატიურად ცდილობდნენ კრიზისიდან გამოსვლას, ძველი გზების აღდგენით და ახალი გზების გახსნით. წერდნენ სანდრო მეზადრა და მაიკლ ჰარტი 2024 წელს. მეზადრა და ჰარტი ამტკიცებენ, რომ თანამედროვე სახელმწიფოებისათვის, მათ შორის მიმდინარე დაპირისპირებაში, სავაჭრო გზების კონტროლი ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია. 2020 წელს, როცა სამყარო ვირუსს და მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს ებრძოდა, კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის ომი ახალი ძალით გაჩაღდა. ომს ნაციონალისტური და ისტორიული მნიშვნელობის მიღვა უფრო ფართო სურათში თუ შევხედავთ, ერთმანეთს რეგიონული მოთამაშეების თურქეთისა და რუსეთის ინტერესებით შეეჯახნენ. მაშინდელ ომში აზერბაიჯანის გამარჯვების შემდგომ ვაჭრობის საკითხად იქცა ზანგეზურის კორიდორი, რომელიც პოტენციურად მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაჯვარედინია. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ დღის წესრიგში დააყენა ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ახალი ხაზების შექმნის აუცილებლობა. განსაკუთრებით იმის მერე, რაც ბალტიის ზღვაში ააფეთქეს რუსეთ-გერმანული გაზსადენი Nord Stream 2 და რუსეთს დაუწესდა სავაჭრო სანქციები. ევროპაში რუსეთის ენერგიის მოხმარება მკვეთრად შემცირდა და უფრო ძვირი ამერიკული და სპარსეთის ყურის წყაროებით ჩანაცვლდა. რუსეთზე გამავალი ჩინეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლაც შეიზღუდა, რაც გლობალური ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო. გააქტიურდა რუსეთის გზის ალტერნატივა კავკასიაზე გამავალი შუა დერეფნის პროექტის განვითარება. მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ახლო აღმოსავლეთში. 2023 წლის 9 სექტემბერს ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში დიდი ოცეულის რიგით მე-19 სამინძე ცენტრალურ საკითხად დააყენეს ახალი ინდო-ახლო აღმოსავლეთის და ევროპის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული პროექტის საკითხი. ახალი სავაჭრო გზის, რომელსაც ინდოეთში სანელებლების გზას უწოდებდნენ, ინდოეთიდან არაბეთის ნახევარკუნძულისა და ისრაელის გავლით
ევროპაში პროდუქციის დისტრიბუციას დააჩქარებდა. მემორანდუმის მიხედვით საზღვაო და სარკინიგზო გზების ელექტრო და ციფრული კაბელების, ასევე მწვანე ჰიდროგენის ენერგიის მიმწოდებელი არხების ამუშავება იყო დაგეგმილი. მხარეებმა აშშ მინდოეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემირომ, საუდის არაბეთმა, იორდანიამ, ისრაელმა, ევროპის კავშირმა ვალდებულება აიღეს, რომ 60 წლის განმავლობაში შეადგენდნენ სამოქმედო გეგმას. სექტემბერში მნიშვნელოვან სიახლედ იქცა პროექტის მონაწილე საუდის არაბეთისა და ისრაელს შორის დაწყებული შერიგების პროცესი. გამოსავლის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაპირისპირებიდან, რომელიც წინა საუკუნის 40-იანი წლებიდან გრძელდება. 20 სექტემბერს Fox News-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ესწრა საუდის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა საჯაროდ დააფიქსირა. ისრაელის ფორმალური აღიარების შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ამისათვის პალესტინის საკითხის გადაჭრა იქნებოდა გადამწყვეტი. 22 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს სამიტზე გამოსვლისას პროექტს ღვთისწყალობა უწოდა და განაცხადა, ჩვენ ავაშენებთ მშვიდობისა და კეთილდღეობის კორიდორს, რომელიც აზიას გაერთიანებული არაბთა საემიროების, საუდის არაბეთის, იორდანისა და ისრაელის გავლით ევროპასთან დააკავშირებს. ეს არის ისტორიული ცვლილება, ისტორიის შემოbrunება. ევრაზიის რუკა რომ ავიღოთ და არსებულ თუ დაგეგმილ სავაჭრო გზებს გადავხედოთ, ვნახავთ, რომ სოფლიო და რეგიონული მასშტაბის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ჩინეთი, ირანი, რუსეთი, თურქეთი, ყატარი და ერაყი, რომლებიც სავაჭრო გზების განვითარებას საკუთარი პროექტებით უკვე ახორციელებდნენ, განზე დარჩნენ. ირანი ჩინურ და რუსულ პროექტებში გზაჯვარედინის როლში გამოდის. ორივე დიდი ქვეყნის პროექტები ირანის ტერიტორიაზე გადის. ირანის თავისუფალი სავაჭრო ზონების საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხოჯათოლა ადოლმალეკმა განაცხადა. ასეთ გზას გულისხმობდა ირანზე გამავალს. ალტერნატივა არ აქვს. ის, ვინც ცდილობს მის პოვნას და ჩვენს მიერ მითითებულ გზაზე ამბობს უარს, დროს ტყუილად კარგავს. ჩვენი გზა უსაფრთხოა, მასზე უკვე გადის მილიონობით ტონა პროდუქცია ძალიან დაბალ ფასში. პატიჯებთ ჩვენს სამხრეთელ და ჩრდილოელ მეზობლებს გადაზიდვისთვის გამოიყენონ ჩვენი ლოჯისტიკური გზების შესაძლებლობა. დიდი ოცეულის სამიტიდან თურქეთში დაბრუნებულმა ერდოღანმა 12 სექტემბერს თურქულ მედიასთან ისაუბრა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები თურქეთზე უნდა გავიდეს. თურქეთის გარეშე ვერცერთი კორიდორი ვერ იარსებებს. საბოლოო ჯამში გამოდიოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ინდოეთის, საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, იორდანიისა და ისრაელს შორის რეგიონული კავშირი მყარდებოდა. თუმცა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა განახორციელა თავდასხმა ისრაელზე, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე. სანამ ისრაელის არმიამ იერიშის მოგერიება შეძლო, თავდასხმას 1000-ზე მეტი ებრაელი შეეწირა, უმრავლესობა სამოქალაქო პირი. ნეთანიაჰუმ თავდასხმის საპასუხოდ ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ისრაელის არმიამ მიწასთან გაასწორა ყველა დასახლებული პუნქტი. 2 მილიონი პალესტინელი დღემდე ბლოკადაშია, დაღუპულია 80,000-მდე პალესტინელი, მათ შორის ათასობით ბავშვი. ინდოეთ-ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო გზა განუსაზღვრელი დროით გადაიდო. ღაზაში დაწყებული ომი მთელს ახლო აღმოსავლეთს მოედო. იემენში გააქტიურდნენ პროირანელი ჰუსიტები და წითელ ზღვაში სუეცის არხის სავაჭრო ხაზზე თავდასხმები დაიწყეს. ბრძოლები გაჩაღდა ისრაელის არმიასა და ლიბანის ჰეზბოლას შორის. სირიაში პროთურქულმა ისლამისტებმა დაამხეს პროირანული ასადის რეჟიმი. 2025 წლის ივნისში რეგიონული ესკალაცია იქამდე მივიდა, რომ ებრაულ საჰაერო ძალებთან ერთად მოქმედმა ამერიკულმა ბომბდამშენებმა ირანში ურანის ბირთვული პროექტის მთავარი ბაზები დაბომბეს, სადაც ურანით გამდიდრება ისრაელის მტკიცებით ატომური იარაღის შესაქმნელად ხდებოდა. საერთაშორისო ქაოსის მომენტი გამოიყენეს ჩვენს რეგიონშიც. კიდევ ერთხელ გააქტიურდა მთიანი ყარაბაღის საკითხი. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანულმა ძალებმა ბლოკადაში მოაქციეს მთიანი ყარაბაღი. მთლიანად გაწმინდეს ის ადგილობრივი სომხური მოსახლეობისგან. სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსი რუსეთის საზიანოდ აზერბაიჯანისა და თურქეთის სასარგებლოდ კიდევ ერთხელ შეიცვალა. ორ მოკავშირე სახელმწიფოს შორის მოქცეულ სომხეთზე ზეწოლა ამით არ შეწყვეტილა. 2025 წლის ზაფხულში კავკასიის მიმართულება კვლავ აქტუალურ წერტილს წარმოადგენს, სადაც უფრო და უფრო აქტიურდება შუა დერეფნის საკითხი. ბოლო თვეებში ვითარება დაიძაბა აზერბაიჯანსა და რუსეთ-ირანს შორის. სომხეთი გამოვიდა რუსეთის კოლექტიური უსაფრთხოების ფორმატიდან. ახლა გარანტიებს დასავლეთში ეძებს და თურქეთ-აზერბაიჯანთან დათმობებისათვის და მათთან აქამდე არ არსებულ ეკონომიკური ინტეგრაციისათვისაც ემზადება.
შუა დერეფნის პროექტში ჩართულია საქართველოც. ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაძლიერების და დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვის რეგიონული მოთამაშეების, მათ შორის რუსეთის მიმართ, გაზრდილი ლოიალობის ფონზე მიმდინარეობს ანაკლიის სპორტის მომზადება. საუბარი მიდის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომელიც რეგიონის ენერგეტიკულ სისტემას ევროპის ენერგეტიკასთან დააკავშირებს. უკრაინის ომში ჩართული რუსეთი და დასავლეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაში სუსტდება, ძლიერდება თურქეთი და აზერბაიჯანი. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. პოსტ-ცივი ომის სამყარო, რომელიც ჩვენ ვიცოდით, დასრულდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გაფართოება და ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკური ომის განვითარება ნათლად აჩვენებს, რომ თუ კაპიტალისტურ სამყაროში არსებულა მომენტი, სადაც ერთი იმპერიალისტური ცენტრის ჰეგემონად მოხსენიება რეალობასთან მეტნაკლებად ახლოს იყო, ეს მომენტი გავლილია. დღეს ვხედავთ მსხვილი თუ შედარებით მცირე რეგიონული კაპიტალისტური ცენტრების ბრძოლას გავლენის სფეროების ახლებური გადანაწილებისთვის მთელი პლანეტის მასშტაბით, რომელსაც დასასრული არ უჩანს და რაც ბირთვული შეიარაღების არსებობის პირობებში კიდევ უფრო ზრდის ზოგად საკაცობრიო საფრთხეებს. ყალიბდება გლობალური ომის რეჟიმი, სადაც მმართველობა და სამხედრო ადმინისტრირება მჭიდროდაა გადაჭრილი კაპიტალისტურ სექტორებთან. წერდნენ პოლიტიკონომისტები მაიკლ ჰარტი და სანდრო მეზადრა 2024 წელს უკრაინაში და ღაზას სექტორში მიმდინარე ომების ფონზე. პლანეტის მასშტაბით გაშლილი კონფლიქტების პარალელურად სახელმწიფოები ზრდიან სამხედრო ხარჯებს, აძლიერებენ საპოლიციო სისტემებს. შრომელი მოსახლეობის სოციალური ყოფა უარესდება, იკვეცება ადამიანის უფლებები. მსოფლიოს ყველა კუთხეში ვხედავთ მზარდ ავტორიტარიზმს. ემპირიული დაკვირვება გვიჩვენებს, რომ თანამედროვე სამყაროში ომს ან ომის საფრთხეს, რომელიმე ერთი პარტია, სახელმწიფო და დაჯგუფება კი არა, თავად კაპიტალისტური სისტემა, მისი ძალაუფლებიანი აქტორები და მათ შორის არსებული დაუნდობელი კონკურენცია ქმნის. ძალაუფლების სათავეში მყოფი კლასის მხრიდან ომისა და მშვიდობის რიტორიკა მოსახლეობის დამორჩილების და დაშინების ბერკეტს წარმოადგენს. კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის სტრუქტურული კავშირი თანამედროვე სამყაროს გაყოფაში დაპირისპირებულ მხარეებს ისევე უბიძგებს კონფლიქტისკენ, როგორც 100 წლის წინ. დღეისათვის მსოფლიოში არ ჩანს ორგანიზებული ძალა, რომელიც კონკურენციაზე დაფუძნებული სისტემის ალტერნატივას დააყენებდა დღის წესრიგში. ეს იმას ნიშნავს, რომ რიგითი ადამიანებისთვის, როგორც საქართველოში, უკრაინაში, ღაზაში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით რთული დრო დგება. ასეთ სივრცეში უნდა დაიბადოს მომავალი სამყაროს პროექტი, რომელიც კაცობრიობას დიდ ომებს და ბირთვულ კატასტროფას აარიდებს. ჰუმანურ პირობებს შექმნის მათთვის, ვინც კი არ ანგრევს აშენებს.